ვა, რა არის? აი, ჩეხი საგამოძიებო. გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. დღეს ვიღებთ განკუთვას, რადგან ჩვენი წინა განკუთვის ვიდეო ავიდა 100,000 ნახვაზე. როგორ ხარ? 16 Pro, 16 Pro Max. ზომიდან გამომდინარე. თავად როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. 100 ამდენი ამანათი ჩამოგვივიდა და ახლა ვნახოთ რა არის. ზოგი ამერიკიდან გამოვიწერეთ, ზოგი ჩინეთიდან. ერთი რა შემილია დარწმუნებული თქვა რომ ძალიან ბევრია. ჩემი კატანა დანა. მე როგორც წინაზე ხო გამხსნელ მონას როლში. მეთკიტი? მეთკიტი. მართლა მეთკიტია. ძალიან საინტერესო ნივთია. ეს საიდან გამოწვევა? აქ შეგვიძლია ჩავალაგოთ სამულეთი და პირველადი დახმარების რაღაცები. მაგარია. ეს თურქეთის ნაწარმია. ეხლა ინფორმაცია შემომივიდა ზალ, მადლობა. ეს გამოვიწერეთ ტრენდიოდიდან თურქეთიდან. ჩვენს ვიდეოში იქნება თურქეთიდან გამოწერილი ნივთები ჩინეთიდან და ამერიკიდან. USA to Georgia, Turkey to Georgia და China to Georgia. USA to Georgia მარტო სამი ქვეყანა აქვს. ჩემ ბავშვობაში სამედიცინო რაღაცას რაში ინახავდნენ, იცი? რაღაცა გვალი რკინის ის იყო ყუთი, მაგაში კამფეტები იყიდებოდა რა ადრე თუ რაღაცა ორცხობილები და ეგ რო იწლებოდა, მაგი რჩებოდა ხოლმე იმათ რა ქვია. არ ვიცი ხა ვინმე თუ მილენიელები ხართ, მიხდებით მოკლედ. ორი ცალი მომყვა ხელში. ეს გამოვიწერე Amazon-იდან, ესეთი ქუდია, რომელსაც მოყვება თავისი პირბადე. აი დედა ჩემი მაძალებდა ხოლმე ბავშვობაში ესეთების დაფარებას და ჰიდა აგერ თავისი. გავიზამოთ. აი მაგარი თბილია. მაგას დაჯარებდები, იცი? ახლა? უეჭორი დაჯარებდები, სახის დაფარო არ შეიძლება. უმინძას რო გავხარ, დაგაჯარებებე და რა იქნება. ფილოსოფია. ხაბარ როგორ გამოიყურები? არა გიშავს რა. მასა გონძოს ხო არ? რაღაცას რო დააშავებ იმას გახო რა, ნერად იხსნება ეშობ. ჰიტა როგორ მეხები? რა ბიჭო, მაგ გამიხსენი მეთქი. მასე დარჩი ვიდეოს ბოლომდე არ გინდა, დააჩელენჯი შენი თავი. დააჩელენჯი შენი თავი მაგარი. მინის სატრუპები. ეს სატრუპია და კიდე მოყვება თავისი ჯაგრის. ბაბა, ეს 6 თალი სატრუპი შეჩვენა თავისი სატრუპი. მაინც უსაჩქრო და არ გამიშვა რა. ეს არ ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება, მაგრამ მადლობა ძალიან დიდი. მთელი ჩემი ბავშვა პულტიან მანქანას ნატყულა. ახლა ედას პიცა და არასოდეს არ მქონდა. როგორ თუ სატრუპები არ გიყვარ? მაგრამ სატრუპები მაგ პლასმასის და ეხა გაუთხილდები მე იმას. პლასმასის სატრუპები, ვიცი რატო არის ცუდი? დედამიწის დაბინძურებაში პლასმასის სატრუპებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი მიუძღვის, იმიტომ რომ ერთჯერადი გამოყენებისთვის არის. მართლა? ერთჯერადი სატრუპები ძირს. ხო და მაკდონალდში რომ მეკითხეონე ხოლმე გაუთხილდები თო იმას რომ გარემოს და რაღაცა თუ მაინც ვიღებდი ხოლმე იმ სატრუპებს, სადაც ვიგაცივა. არა, იყო სატრუპები. აბა, ეს თურქეთი იქნება ჩინეთი თუ ამერიკა? ამერიკა. თუ ეს ვიდეო ავა, რამეවත් მოხმოვრებ? 8000. აუ. ეს პიდიდის შეუგზავნო? ბებიოი. პირდაპირ მაღაზიიდან თუ PDD-ის გამო დაიწრი. იმიტომ რომ მარაგი აღარ იყო როგორც ვიცი. პარაბენები და ისინი არა, გასაგებია, PDD-ის ქონია. გემოვნება ჩემო. PDD-ის მევაწოდებ ბებიოი. შეუგზავნით აქედან. თუ ეს ვიდეო ავა 8000 ლაიქზე, მე და რაბანა გადავიღებთ მესამე ეპიზოდსაც. ერთად? ხო, აბა უშენოთ აღარ გამოვიდა. Oh shit, this. ეს არის ტრენდიოდიდან გამოწერილი ორგანიზერები, ესეთი 4 წამი. ეგეთი მოწესრიგებულიც არაა, მეგობრებო, როგორც გონიათ. სავარაუდოდ ეს ჩინეთია. აი ესე აწერია. აუ, რამდენი ხანია ელოდები ამას გიხვეწებია? ეს იცი რა არის? ეს არის 8 დღეებს. ეს არის ის, ხო, 60 როკის უწება. ესეთი განათება, რომლის ფასადს გაჩვენებთ, იწენება პირდაპირ თავისი სადენით და ლეოს დამატებითი ელემენტი მოყვა. აი ეს არის პირველი ვერსია. ეს რო არ მუშაობს იცი? ეს არის ძალიან ძლიერი ლაზერი. რა საინტერესოა, არისთვის გჭირდება ლაზერები და მსგავსი რაღაცეები. ბავშვობაში სულ მინდოდა რომ ძლიერი ლაზერი და ფანარი მქონოდა სოფელში რო ვიყავი, მაშინ განსაკუთრებით. მე ძლიერი ბიჭი რო ყოფილიყავი. ძალიან ბრუტალური ნივთია. აი ხა ამას გაჩვენებთ საქმეში. სხვა ნივთი არ გახსნით. არაფერს არ ხსნი უშენოთ. აი ესეთი რაღაცა ჩინეთიდან. კიდენად რა ხდება? აი ჩადის? ჩინით? ჩინური ნაგავია რა უნდა იყოს. ნახე რა საკეთებს. ხმალია ბიჭო? ხმალია, ხო. ხმალია, ხო. შეაჩქეთელა ხარ, ყველაფერს ვხვდები. ის ქონია უფრო მეტი IQ. ყველაფერს უნდა იგერეთ მეგობრებო. მე თუ არ ვიძახი არ ნიშნავს რომ არ მაქვს.
ჩემიც გააკეთე. მე ცოტა დებილობა. ცოტა ძალიან ისეთი დათქვამია. ამით ვინ უნდა მოვატყო? ეს რა კადუნა. ისე არა, სუდი. Yo. ხამდესაც არ მიხდიან რომ ორი ხმალე შემიყოთ. ესეც იგივეა. და კიდე ფანარი. მაგარი ფანრებია. ბიჭო, ეს მაგარი კაი ხარისხია. ძიმია რა. ძველი და ჩინეთისთვის ძალიან ძველი. გამიეცი? ეს უბრალოდ ასეთია? ხო, იგივეა. თუ იყვარს ესენი გაჩუქო. არ ვიცი რა, მიყვარს რა. თუ გინდა მაჩუქი. კარგი, რადგან ორი ერთნაირი ფანარი ჩამოვიდა და ორივე ესე თავისი ძალიან ლამაზი რაღაცეებით არის, ერთი პირდაპირ ვაჩუქოთ ესე რავანას, იმიტომ რომ რავანა კარგი ადამიანია და თან მე როგორც არის დავიტოვო ორი ერთნაირი ხამი ხო არა. ამიტომ ესე შევხვდე და ხო, ჩამტვიე, მიდი, ჩემი როა. აუ, ეგეთი გულით რათ მინდა მოცემული. აი ამოვედი გასადრესად ჯერ ესენი გოფესტოს. მეგობრებო, ესენი თურმე გადამულია. რამე ამომიყვანა, кай ხედი ვიციო. ვახ, რამის თვალებში გამარტყი, ბიჭო. ფანარი გატესტე ხა, მიდი, ჯერ შენ გაანათ, მე მიგავანათ. მაგარია. ეს უფრო დიზეიშნია, ბიჭო. ოპა. ასაკეთე ბიჭო, მან. მაგარია, მაგრანა, რა. იქი. აი, ჩეხეთ საგამგო. ვა. What is this? ეს უკვე ჩემი საყვარელის პეროა. Holy shit. რა უნიცალი ხადაო. ჰიროები ეს საიდან გამოწერე? პირდაპირ ლოგიტექიდან გამოწერე. ჩემ მეგობარს შევპირდი კარგ მაუსს და ლოგიტექიდან გამოვიწერე G502 მაუსი. და მე ისე და მომეწონა ეს მაუსი. რომ მეთქი ჩემთვისაც გამოვიწერე ერთ ხომ არა, ეხა ორი რომ აქ და მოიმოე შენც მოგინდა მაუსი. არა, მე მიჩეული ვარ რომ ვიჩაგრებოდი ბავშვობიდან და არ არის პრობლემა. გავხსნათ, მოდი ერთ წამოს გავხსნათ. ის არ ვარგა. Oh my god. Star Wars-ის პადია, ლოგიტექის ორიგინალი. Star Wars-ია, ხო? რა დაგიჟდა ეს, ხო არ გახსოვს? და ახლოებით რა, მე პადის 50 დოლარი. როგორი ხვევა რომ ისე უკადაო? პადს გაჩუქებ. პადი მე კარგი მაქვს სხვათა შორის. კაი, დავიცი. ოზი გიждდება ამ მაუსზე. ეს არის ძველი ვარიანტი. ამან კიდე გამოუშვა ესეთი მოდელი, რომელიც არის light, უფრო ჩატე ვარიანტი. ეს არის old school. ეს არის old school-ი, ხო? აი ეს იშლება კიდე და სინძივენები იმაგრება. პირდაპირ დისიდან გამოწერილს გავს. ჩემი ბოტასი ახალი. რა ძერსკია. ძალიან მაგარია. და ეს რა გიდა ხო არ გახსოვს? ეს აგირდა ალბათ 75 დოლარი. რამდენი გამოწერე გაფიცებ? ეს 4-5-ია ბიჭო ერთად? ხო, ცოტა შევსება მინდოდა. ცოტა? ანუ 5 წყვილი ფეხსაცმელი გამოწერე? ჩემი ბოტასები, პირად მოიგეცი. ეს უშავია, ნახე რა მაგარია. ძალიან ძერსკია. შიგნიდან არის წითელი. ძალიან მაგარია. შავი ნაცრისფერში, ეს არის წითელი და ქვემოდან არის წითელი. ხილად რამე არ ჩავიჭრა ეხა მე შემთხვევით. ეს უკვე საქმეა. უარღადა. ეს გეუბნება რომ ზაფხულში უნდა ჩამიცვა უბუში. ამაზია. ძალიან ხარისხიან ფეხსაცმელს აწარმოებს დისე მინდა აღნიშნო რა. როგორი შეკრული ჩანს იცი? არც იკეცება. წინა ვიდეოში თუ რომელიღაცა ვიდეოში რომ გაჩვენეთ ძველი ბოტასები, ხა ხუთი ახალი წყვილი ძალიან მოუხდება ჩემი აზრით, ჩემს პატარა შეგროვებულ ბოტასებს. ეხლა მე ამოვიყო. ეს კლასიკური თეთრ-შავში. აი ესე ვიცო, ნახე რა, ეხლა ორივე ხო თეთრია ფერზე. ხო, მაგრამ ის თეთრია. ოდნავ გასხოვდება, აქედან წითელი იქნება და აქედან შავი. ვიღაცა წყვილი ეონება. ხო და ამორს ერთად ვიცვავ და ისინი რომ დამიძვალდება, მე ესე გადავწყვილი და ისე ვახლები. მე მარჯვენა და მარცხენას იმასსავ, ხო? რომელიც ყუთში ინახება. ფეშევიკიდან რო დაურეკოთ რა. ესეთ რამე გინახავს? სკოჩის გარეშე ვარ მიწებებული? არა. ეს რა არის? ესეთი მაქვს ზუსტად, მაგრამ ტექნიკა მაგრამ მინდოდა განახლება. Oh my god. აუ ეს რა მაგრა ჭვიარა, ცინე ჰოლივუდში მგონი ხარ. სინო, ამ მიკროფონიდან კარგი ხმები ჩაიწერა. ეს რა არის? აია, გასაგებია რისთვისაც მოკავარ ხოლმე ხიტა კოლაბორაცია არა ჩემი ფეხები. ყუთების გამხსნელი ვარ უბრალოდ.
გახსოვთ. აუ, კატას როგორ გაუსწორდა ლაზერთან თამაში. ამდენი რად გინდოდა, ბიჭო. საკიდები. ძალიან ბევრია რატომ? რამდენი აღებაა თქო. მონახე. ეს კია. 50 საკიდი. რა დავკიდო ამდენი? Იდან ვიდეოში გითხარით, მაგრამ ახლა გეტყვით, რომ თუ ხართ ცირკის მომხმარებელი ან მობილურზე, ან სახლის ინტერნეტზე, ან ტელევიზიაზე, მაშინ სულ რაღაც 3 წუთში შეგიძლიათ ცირკის აპიდან აიღოთ 5000 დოლარამდე სესხი. თან ამ ყველაფერს ის გამომარჩევს, რომ აუცილებელი არ არის ხელფასი გერიცხებოდეთ ოფიციალურად. და ბევრი პროფესიაა ისეთი, რომელსაც ხელფასი ოფიციალურად არ ერიცხება, მაგალითად, ხელოსანი, რეპეტიტორი, ძიძა. იდან ვიდეოში ეს პროფესიები ჩამოთვალე. მოგლეთ ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში და იცოდეთ რომ თუ ცირკის მომხმარებლები ხართ, ეს შესაძლებლობა არსებობს. და ბოლო აქ ვიდეოს დასრობა. კარგი, დავიწყეთ. Чусти! Япа! Აბა კალგოტკა! Сапаси бритя! Орლარი მაინც აიღე ვახში. ვა, ძირსკია რა. პომასტინდები. მაგარია. ой, ტოდიში პომასტინდები. გადააგდე ხა ისე რომ მეც ცხვირპიში არ მომარტყა. ჩემი ახლის სპონსორია სეტანტა და აქ არის პრომოკოდი, რომელიც განიჭერთ 30%-იან უპირატესობას. ამ კოდს შეიყვანთ 30% ფასდაკვებით ისარგებლობთ. ხოდა შორის ჩემი სპონსორიც ბატონო ჰიტა სეტანტა გახლავთ. ამიტომ სეტანტას მადლობა. ამე ამაისურით დავხვდი ხარ აბანას და დედას ფიცავარ, არ დაიჯერებენ ალბათ რომ ეს ჩაწყობილი არ იყო. არ შევთანხმებული ვართ რომ ორივეს ეს ხსმოდა და რატომღაც შენ დამხვდი სეტანტას ზედი და მე სეტანტას ზედა ვარ შეიძლება სეტანტა ვისთანაც თანამშრომლობს, იმათ გამოგვიგზავნა საშუალოდ მერჩი და კიდე ბევრი რაღაცები ეგეთი რა. როგორც იცით, ჩემი სპონსორია სეტანტა. ხოდა სეტანტამ გამომიგზავნა აი ეს საჩუქარი. სამაველი პოსტერია მირაბ დვალიშვილის ხელმოწერით. იშრომე შენი ოცნებებისთვის და ყველაფერი შესაძლებელია. მირაბმა როგორ დაიწყო? შრომით და ავიდა წვრილზე და ახლა იყო მისი ჩუბი და მისი პირველი წარმატებული ქავნის დაცვა იყო უკვე ისიც მთელმა საქართველოს ძალიან ვიამაყეთ. მადლობა სეტანტას ასეთი კარგი საჩუქრისთვის და ეს ჩვენი პოსტერი ჩემს იუთუბერულ ბექგრაუნდ კედელს დაამშვენებს. ამან ძაფი დაინახოს და მოგეწონა მირაბას პოსტერი. შეურჩევ ამას ადგილს და ჩემ შემდეგ YouTube ვიდეოში უკვე ახალი პოსტერი გვექნება. იმედია 8000 ლაიქია ეს ვიდეო. იმის გამოავა, მე რაც ვქენი აქ. Чувствую, იაფად აი მაგის გამოავა. აი ნახა. ამ ვიდეოში ხარ, ჩამში რამდენი ფული დავხარჯე? $1000? $1000-მდე ალბათ კი. და 8000 ლაიქზე ეს ვიდეო თუ ავა, მე კიდე დავხარჯავ. $2000 უკვე. არა, შეს გავწკინდები ჩვენც.